მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფიის მე-4 სეზონის მე-9 ეპიზოდით გიბრუნდებით, სადაც ასეთი შესანიშნავი სტუმრები გვყავს, რომელსაც მინდა რომ ჩატში გულები გაუსპამოთ და გავამხრეოთ ერთმანეთს. გალაიქება და გამოწერა არ დაგავიცდეთ ამ ადამიანების. არხები იქნება აღწერაში. მადლობა მეგობრებო, დღეს გაითვალისწინეთ რომ ერთ-ერთი თქვენგანი სუპერფინალში გადავა, სადაც საპრიზო ფონდი 21000 ლარი არის, რაც 10000 ლარი აქედან მაფიოზებმა თუ მოიგეს 3-ზე განაწილდება, პატიოსნები 8-ზე და სერიული 1-ზე. ავტომატურად ყველა MVP-ს 500 ლარი და ასევე TikTok ედიტების გათამაშება გვაქვს, როგორც იცით, ედიტების გათამაშება კი მიმდინარეობს მაფიის ღამე 11 ჰეშტეგზე. გააკეთეთ ედიტები, ედიტორებო, ისწავლეთ ედიტინგი და მე მიყვარს ხოლმე ჩემზე რომ აკეთებენ ედიტებს. ეს საპრიზო კი გამოყო ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა, რომლის გარეშეც მაფია ესეთი კარგი არ იქნებოდა. ევროპაბეთ სპორტ ლიგა არის ჩვენი გენერალური სპონსორი, რომელსაც მადლობა მინდა გადავუხოთ. ასევე მეგობრებო, როგორც იცით, მაფია არის გაერთიანების გვერდით დგომით და ერთმანეთის ხარდაჭერის პროექტი, შესაბამისად, უკვე თქვენ კარგად იცით, რომ მე სიამაყით მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ჩვენი მეგობარი იუთუბერი სოსო არის მაფიის სპონსორი. Around the World არის ტურისტული კომპანია, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, დაჯავშნოთ ტურები და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენი სპონსორი არის სოსოს კომპანია, რომელიც ფინალში ერთ თავის რჩეულს გამოავლენს და აჩუქებს სიურპრიზს, ასე ვთქვათ, სიურპრიზი ექნება. რა მაგარი ადამიანი. ჩვენი ერთ-ერთი ოცნება იყო ასევე, რომ გქონოდა სივრცე, სადაც ჩვენ შეგვეძლებოდა ჩვენ გამომწერებთან ერთად გვეთამაშა მაფია. შესაბამისად, ნებისმიერ დროს უკვე შეგიძლიათ რომ მობრძანდეთ full room მაფიაში, სადაც მისამართი არის ბესარიონ ჟღენტის 92, სადაც ჩვენს დაგვხვდებით, მე ვიქნები ხოლმე წამყვანი, ხან უფრო მეტად თამაში მიყვარს მე, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, აქაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ასე რომ ერთად ვითამაშოთ მაფია, სხვათა შორის სივრცეში არის ბილიარდები, PlayStation-ები, საჭეები და კარგი გასართობი, ასე ვთქვათ, მულტიფუნქციური სივრცე არის. და გეტყვით რომ მეორე ფილიალსაც ხსნით დიდ დიღომში, მირიან მეფის 31-ში, სადაც შეგიძლიათ რომ უკვე გაიგებთ მოკლედ ინფორმაციებს და დიდი თხოვნა არის მეგობრებო, რომ აი ეხლავე ჩატში ჩავაგდებ links, full room mafia links, გადახვიდეთ და გამოიწეროთ და ლაიქოთ ეს page და იქ დაიდება ხოლმე რაღაც სიახლეები. სიახლეები, საიდანაც ანუ გაიგებთ, როდის არის თამაშები, როდის არის ახალი ფილიალის გახსნა და ასე შემდეგ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და თქვენ კარგად იცით რომ თავის დროზე მაფია დავიწყეთ გართობისთვის, სახალისოდ ასე ვთქვათ, მეგობრების წრეში. ახლა უკვე იმდენად სერიოზული სახე მიიღო რომ ჩვენ დავაარსეთ მაფიის ფედერაცია, რისი ეგიდითაც ჩავატარეთ ასე ვთქვათ უნივერსიტეტების ტურნირი, სადაც ბევრმა უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა. უკვე მე-10 ეპიზოდი გაიმართება სრულად უნივერსიტეტების ეპიზოდი, რომლიდანაც ერთი გადავა ფინალში და ფინალში გვეყოლება ერთ-ერთი სტუდენტი, რომელს აირჩევენ MVP-ად და ვინ გაიმარჯვებს, ვნახოთ ეს. მე მგონი დროა რომ დავიწყოთ, გავამხრეოთ ერთმანეთი. მადლობა კიდევ ერთხელ ხარდაჭერისთვის და მობრძანებისთვის და კარგად ბრძანდებათ. დავიწყოთ. იგვიძებს პირველი ნომერი. შუმან. და იცნობს როლს. მიიღო როლი. იგვიძებს მეორე. და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მესამე. იგვიძებს მეოთხე. იგვიძებს მეხუთე ნომერი. იგვიძებს მეექვსე. იგვიძებს მეშვიდე. იგვიძებს მერვე.
მეცხრე ნომერი იგრძებს მეათე იგრძებს მე-11 იგრძებს მე-12 ვიცით უკვე ჩვენი როლები და იგვიწევს მაფია ჩუმად ნელა დონმა დაიქნიოს ხელი ვემშვიდობები მაფიას იგრძებს დეტექტივი გადახედავს ქალაქს ვემშვიდობები იგრძებს მანიაკი გავიცანი იგრძებს ექიმი და თენდება ამ ცოდვებით ახსავს ეხალაკში, სადაც წარმატებებს გისურვებთ და პირველი ნომერი გახსნის წრეს თქვენ 1 წუთი გაქვთ. მოგესალმებით, წითელი კარტი ამ მაგიტაზე. მიხაილ პირველ ნომერზე ვზივარ, იმიტომ რომ მინდოდა მელაპარაკა ფულრუ მაფიაზე. დაახლოებით 2 თვე რაც გავიხსენით და ამ 2 თვეში ვნახე ალბათ 200 თამაში. 200 თამაში ერთმანეთთან იყო განსხვავებული და ყველას იყო ძალიან საინტერესო. ასევე გავიცან ისეთი ადამიანები, რომლებმაც შემოყვარეს მაფიის თამაში და რეალურად აქ ვისწავლე რა, როგორი არის რეალური მაფია. მე გისურვებთ, რომ ეს თამაში იყოს ბევრი დეტექტივით და ბევრი ექიმით, იმიტომ რომ უფრო საინტერესო არის ასე თამაში. აქედან მოვიკითხო იმ ადამიანებს, რომლებმაც შემოყვარეს მაფიის თამაში და რა ვიცი, რამე გირჩევთ, რომ მოხვიდეთ აქ და გამოცადოთ აი ამ მაგიდაზე თამაში როგორია უცნობ ადამიანებთან ერთად. ბას. მადლობა, ნომერს უსვენთ. გამარჯობა მეგობრებო. ლენკა მომეწონა ჩემი აზრით პატიოსანი როლი აქვს. და სიამოვნებით ვითამაშებდი გუნდში ლენკასთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ პირველია და ბევრი არაფერი ვიცი ჯერ. თქვენ ვინც აქ ხართ ახლა მაგიდაზე ყველას თქვენი ისეთი თამაშები მახსოვს, რომელიც ლეგენდარული იყო და ჩემპ მატერიალები და MVP მატერიალები ხარ თითოეულ თქვენგანი. ამიტომ ამ მაგიდიდან ვინც არ უნდა ვიხილო ფინალში, ჩემი აზრით აუცილებლად ღირსეული იქნება და თითოეულ თქვენგანის ფინალში ხილვა გამიხარდებოდა. ჯერჯერობით ლენკასთან ერთად ვთამაშობდა. იმედია კიდე ეხა მეორეზე იშვიათად თუ არის დასაწყისში. დაგაკვირდებით და ვნახოთ აბა როგორი თამაში იქნება. რამდენიმე ადამიანი წარმომიდგენია უკვე ვისთანაც შეიძლება ვითამაშო. დასურთ თქვენ. სამ ნომერს უსვენთ? გამარჯობა და გოგოებო და ბიჭებო. რომელ კამერას უყურავ? აქ. კაროჩ შეხედეთ ახლა რა. მაფიის ვლოგი დაიდება ჩემს არხზე. წინა მაფიაზე რო ვიყავი და ლინკი იქნება აღწერაში რა, რო იცოდეთ. ანუ ეს მაფია რო დაიდება, უკვე ლინკი აღწერაში იქნება და ჩემი მაფიის ვლოგი დევს რა. ხო და პირველივე ლინკი რაც იქნება. მე დანარჩენი უკვე დაიკიდეთ რა ჩემი ინსტაგრამები, ჯენგოგრამები არ გინდათ. რა პრობლემა. так, რაც შეეხება პირველ სორს შვენიერი იყო, მივესალმები მეორე ფილიალის გახსნას და იმედია იქაც ჩავწერთ, იმიტომ რომ ინფორმაცია მომივიდა იქ უფრო დიდი სივრცეა და სირბილი შეგვეძლება კრუგში. ანუ killers და იგენს გევეკიდებით ხოლმე. ხო, და რაც შეეხება დონს, რატომღაც ვფიქრობ,
5-დან დაწყებული არა 5 არა 6-დან 10-მდე დონეზის. დასრულდა. 4 ნომერი. პირველი ორი სამა გადახსნა მაგიდან კიდევ მეორედ მესამე. პირველი ეს საუბარი დარწმუნებული ვარ რომ უკვე იცოდა გონებაში ქონდა და მაგრამ ემოციური ფონით იყო მყარი და არ ნერვიულობდა და ეს ვერ შევატყე ამიტომ ჩემი აზრით ეხლა საკმაოდ ნორმალურია თუ აგიყვან გუნდში მე გამოჩნდება არ არის პრობლემა მაგრამ ჰიტამ კი ძალიან მარტივად ითამაშა პირველ ნომერთან მაგრამ ისეთ შეგრძნება მქონდა რომ ბოლოს სიტყვებს წერლავდა მეორედაც გადახსენი ისეთი შეგრძნება დამჩარო არ გინდოდა ამ ღამეს მომკვდარიყავი ისე ყველა თქვენ ლეგენდები ხართ კაცო თქვენ MVP-ები ხართ მე აქ პატარა კაცი ვარ არ მომკლათ აი ესე თარგმნიდი მის სიტყვებს ტვინში რა შეიძლება შევწდი რა პრობლემაა მაგრამ ამ ეტაპზე ორ ნომერს გამოვტოვებდი მე აი კარგად რო გახსნე მეორე წრეს მე ვიფიქრე მესამეს რა შეეხება ისეთი ლაღი იყო ეს დონზე გაკეთებული კომენტარით შეიძლება ვიფიქრო რომ ხარ პატიოსანი ჯერჯერობით რა ანუ იმდანად დიდად არაფრის მომცემი საუბარი არ იყო ორი სამში არ გეწყინოთ ჩემთვის ფერის მომცემი არ იყო რომ ისევ გახსენით მაგიდა და 1 3 4 იქნება ჩემი დასრულდა თქვენი დრო 5 ნომერი გამარჯობა მადლობა კლავ რომ მომიწვიეთ მომეწონა ანანოს შემტევის სტილი ძალიან. როდესაც პირველ 4 ხეულში ასე შემტევად იწყებს ხოლმე ადამიანი, ძალიან მოსაწონი არის, როგორც მოქალაქის როლიდან, ასე ვთქვათ. ასევე რაც ვიტყვი, რომ სულ რაღაც მესამე დარ მეგობრებო მოწეული ამ სეზონში. მეორე მოწვევაზე პირველივე მომკლეს, ამიტომ არ მინდა რომ პირველივე მომკლან, ვერც მომკლავთ, იმიტომ რომ ექიმი ვარ, პირველივე წრეზე თავს ვიხილავ, ფეხებზე მკიდია ბუდიში თქვენთან ამ სიტყვისთვის. დავიხილავ ლამაზად თავს, პირველ იმაზე არ მოვკვდები, ის არის ფიქრობთ რომ ეხლა სხვას დაჰილავს ვახო და მაინც მოვესრულოთ თუ გიათ მესროლეთ, ქილს გამაზავთ, რაც მე ძალიან მაწყობს. ერთ წელს მინიმუმ გადავრჩები, მე ვნახოთ შეიძლება გადავარჩიონ დეტექტივი. აქეთ მაგითაც არ შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტამ სადა ასე ვთქვათ, გულის მოლბუბა ხალხის არ გეგონოთ რომ მოიტყვა, ვენდობი იმაში, ფიქრობ რომ უბრალო ადამიანია და ვცდილობს არ მოკვდეს. აქეთ ერთ ადამიანს შევატყე ნერვიულობა, მაგრამ არ მინდა რომ უბრალოდ ეს დეტექტივის ნერვიულობა იყოს და დასრულდა თქვენი დრო. არაფერი. პირველ ნომერს ნეიტრალურად შევაფასებ. საკმაოდ კარგად ისაუბრებ, თუმცა მაინც ნეიტრალურად დავტოვებ. მეორე ნომერი მომეწონა ემოციურად, თუმცა ანონს დავეთანხმე, მეც იგივეს თქმა მინდოდა, რომ აი ძალიან რაღაც წელავდი, პაუზებს იღებდი ძალიან ბევრს და რავი, შენგან არ ვეღოდი ყოველ შემთხვევაში. მესამე ნომერი არ მომეწონა, იმიტომ რომ თავიდან კარგად დაიწყა რაც ემოციურად, თუმცა პირველზე და მეორეზე თქვი რომ ზუსტად მშვენიერი იყო პირველი და მეორეო და ირონია არ იყო, მაგ ნათქვამში მშვენიერი იყო რა. არაფერზე არ უსაუბრიათ, მით უმეტეს თავიანთ როლებს და შემდეგ უბრალოდ ზოგადად შეაფასეს. ამჯერად ვითამაშებდი 4 ნომერთან, 5-ს ნეიტრალურად დავტოვებდი, მე პატიოსანი მოქალაქი ვარ, პას. მადლობა, 7. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, ვარ წითელი კარტი, არ ვიცი რა ვთქვა. პირველი ნომერი ყველას ვეთანხმები რომ იყო ნეიტრალური, მეორე ჰიტა ჩემთვის არ იყო რაღაც გამომწვევი, გამწელავი სიტყვებით და პატარა კაცი და ჩაკომპლექსებული კაცმაც უნას საუბარი არ იყო ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა, ყველაზე ვარ ჩათვალეთ თითქმის ნეიტრალურად რა. არა, მე ანანოს ციტირებ. ანუ ჩემთვის იყო ჩვეულებრივი გამოსვლა რა. ყველას იყო არავინ არ იყო ისეთი რომ გამომწვევად რაღაც ხვანაერი იყოს. ანანო კარგად დაიწყო ცეცხლიანთო. მაგრამ აი ახლა ვინმე რომ გარანტირებულად თქვა რომ წითელი ან ვინმეზე რომ თქვა გარანტირებულად შავია ემოციურ ფონზე და პირველ რაუნდზე არ შემიძლია ასე რომ ერთი იმას ვიტყვი რომ მე ვარ წითელი კარტი, არანაირი როლი არ გამაჩნია. ყოველ ჯერზე აქ რომ მოვდივარ, აი ესე მივდივარ და რავი, პირღია არ დამტოვოთ ამ თამაში, მაინც გთხოვთ. მადლობა. პას. მადლობა. რუიანი? იცი როგორ რაღაცა არის, ახლა რასაც ფიქრობდი იყო რა, სად შეიძლება ისხდნენ მაფიოზები რა. როგორც თამაში მიდის. კაი, გექოთ ფოლებს ნუ იღებ, ექიმო. ანუ უას, ნახე როგორ რაღაცა არის. ეხლა როგორც მიდის საქმე, მე მგონია რომ აქ თუ მაფიოზების ხედან ძირითადად უფრო აქიდან ნაწილზე იქნებიან, მაგრამ ასევე ერთი რაღაცა არის, რომელიც ანანოსთან მომწონს და თან არ მომწონს რა. ანუ მგონია რომ ლენკასთან ანანოს შორის შეიძლება ერთ-ერთი იყოს მაფიოზი, იმიტომ რომ ლენკაზე ნეიტრალურად ითამაშეს აქით ამ მხრიდან, ხო ხვდები? შენ კიდე ლენკას ფერი მიეცი ერთ-ერთი რაც იყო. ანუ ლენკა მოეწონა, იმიტომ რომ ხო, საუბარი იყო. მე 2 და 3 ნაკლებად მოგეწონა შენ, როგორც მახსოვს საუბრისას. არ იყო ეგრე? 1 3. ოკეი. ორიანი არ მოგეწონა, იმიტომ რომ წელავდა და შენ მაგას ამობ, ხო? არ ვიცი, მე სიმართლე გითხრა, აქეთკენ მგონია უფრო მეტნი არიან, მაგრამ თუ ერთი მაფიოზი აქეთკენ ზის, იქნება 1-სა და 4-ს შორის თქო, მაგას გულისხმობ რა. გუნდს არა ვიყვან.
9 სალამი ყველას. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია, რომ აქ 1-2-3 მაფიოზი და დაუშვათ პირობითად მეოთხე იზრდეს მანიაკი. აქედან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური ის არის, რომ მინიმუმ ჩემამდე ორმა მაფიოზმა უკვე ილაპარაკა. ახლა რაც შეეხება ერთი ნომრის გამოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ გააწითლა, თუ კი შენ პატიოსანი მოქალაქე ხარ, შენ წესი და რიგით არ უნდა გაწყობდეს ის, რომ ბევრი დეტექტივი და ბევრი მანიაკი და ბევრი ექიმი გაიხსნას. შენ ხო უსურვე ეგეთი რაღაცა ქალაქს, რომ იმისთვის რომ საინტერესო იყოსო თამაშიო. შენ წესი და რიგით ეგ არ უნდა გაწყობდეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მე ლენკასთან არ ვითამაშებ, ვითამაშებ 3 ნომერთან, ვითამაშებ 4 ნომერთან, მიუხედავად იმისა, რომ ლენკას ასე თუ ისე ფერი მისცა. 5 ნომრის ექიმად გახსნა 0 წრეზე, ჩემთვის ცოტა საეჭვოა, ვერ ხვდები რატო შეიძლება და გახსნილიყო. შეიძლება სულაც არ გაიხსნა და უბრალოდ დააბნია ასე ვთქვათ ქალაქი, არ არის გამორიცხული. ოზისთან ერთადაც ვითამაშებდი ამ ეტაპზე. პას. მადლობა. 10 ძალიან საგონებელში ჩავარდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბე რა უნდა მეთქვა პირველ, მეორე, მესამე, მეოთხეზე და მეხუთემ გადამისვა, რა ვიცი, ანუ ყველა ჩემი აზრი გაფანტა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ექიმი მე ვარ და არ მინდოდა რომ ესე თქვა და დაუპირისპირებოდ, იმიტომ რომ პატიოსანი თუ ხარ, ესე რატო უნდა აცუნდრუკებულიყავი და რატო უნდა დაგებნია ჩვენთვის, ამიტომ შენ ხარ მაფიოზი სავარაუდოდ რა. შეურაცხყოფილად ხო არ გწევს? მე ვარ ექიმი, ამ წრეზე თავს დავიხილავ და მე ვნახოთ რა მოხდება. დაანჩეს თავარი შეტევა ახლა მეხუთეზე უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ მაფიოზია მეგობრები. თორ პატიოსანი რო იყოს არ გაიხსნებოდა ექიმად რა. წავი. შო. თან ლოგიკასაც გეტყვით ბარემ და თავიდან ამბობს რომ რატო უნდა გადავრჩეო და მე ბოლოს ამბობს ექიმი. დასრულდა თქვენ. 11 უსვეთ? ბოლოს ამბობს კიდევ პირველ 3 სიტყვაში თქვენ მგონი რა ექიმი ვარო, ფეხებზე მიდიაო, დავიხილავ ჩემ თავს. ეს შენ რას თქვი ისე? ანუ 9 ნომერმა 8-ზე და ანუ აქედან დავიწყებ რა 10-5-ზე არ ვსაუბრობ საერთოდ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ გაირკვევა აქ რა ხდება. 9 ნომერმა ანანოზე თქვი ხო? ანუ ერთადერთი ადამიანი მაგიდაზე ვინც ვინმე სფერი ვინცა იყო 2 ნომერი. რომელსაც მაგიდა გახსნა რომ ერთიანი ვარიო წითელი, ანუ შენ 4-ში კი არ უნდა ეძებდეს შავს და 1-4-ში უფრო სწორად უნდა ეძებდე 1-2-ში, შეიძლება იჯდეს უფრო შავი ვიდრე 1-4-ში. არც 4 ნომერს არ გადაუსვავ თავზე ხელს, მაგრამ მაგიტო გეუნები რა და ბოლოს 8 ნომერმა რო თქვა რომ აქეთო უფრო შავები ზისო და შენ რო განიხილე რომ 9, 10, 11, 12-შიო 3 შავი და 1 ცერული შეუძლებელია, ანუ არ მოგეწენო ხო რას თქვა და შენ ბოლოს ადექი და 8-დან ითამაში. აი ეს ვერ გავიგე, მე 9 ნომერი მე მაგიდაზე ჯერჯერობით ჩავი მყავს. 8 მაგრამ აქედან გამომდი 8 უფრო შავი მყავდა, მაგრამ 9 მერე 8 უფრო გამიწითლა, იმიტომ რომ 8-დან ითამაშა. ანუ შეიძლება 8 წითელი იყოს რა. ხო, 2 ნომერმა ერთხელ მახსოვს ეგრე მაგიდა გახსნა ყველაზე ისაუბრა და მე შავი იყო და იმედია იგივე არ ატარებ ხა რა. დასრულდა. ანუ 2 უფრო არ უნდა. დასრულდა. 12 ძალიან საგონებელში ჩავაგდეთ რა. მე 18 ნომერი აშკარ დამეყო რა. მე ჩინა რომ ცოტა სადღაც 5-მდე კარგად ვილაპარაკებდი უფრო. ერთიანი ნეიტრალურში უნდა დატოვოს ყველამ ვინც პატიოსანი მოქალაქე, იმიტომ რომ არავინ მის ფერი არ ვიცი. შესაბამისად ორიანი ცოტა მეშავება ამის გამო. მე 3-იანიც არ მომწონს, იმიტომ რომ 3-იანის პერსპექტივიდან 1-2 ითამაშა, როგორც მახსოვს და არც ისე მივესალმები მაგ გუნდს მესამე ადგილის პოზიციიდან რა. მეოთხე ნომერი შედარებით მომეწონა, მეხუთე ნომერს ის ყველაფერი რო არ დაიწყო, კარგად ლაპარაკობდა, მაგრამ აერია, აუცდა, ექიმობა გაიქაროჩა. 6-იანი მომეწონა შედარებით უფრო, 7-იანიც მომეწონა. 8-იანმა 3 შავი რო დაინახა ბოლო 4 კაცში, ეგ არ მომეწონა, იმიტომ რომ ჩვენამდე ძალიან ბევრმა შავურად ილაპარაკა. ყველა მწითელი ილაპარაკეთ, ეგრე გონია, მე ყველა შავი მგონი ხართ. ანუ რანაირად, ანუ მე არ მომეწონა მერვე რა. მე-9 შედარებით მომეწონა, მე-10-ც რა თქმა უნდა მომეწონა. სრულდა. მე ყველანი მომწონხართ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან საინტერესო ლაპარაკები იყო, საუბრები, დავიძინოთ გთხოვთ. წინ უკუნითი ღამე გვენის. იღბები კარგად მივიფაროთ. ხელი ავიღოთ მაგიდიდან. თავი დაბლა დავწიოთ. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. 15 წამი აქვს მაფიას.
დონი მიდასტურებს. იღვიძებს დონი. ეძებს დეტექტივს. ვებშიგობები. იღვიძებს დეტექტივი. მალია კი არ იღვიძებს. იღვიძებს ექიმი. სოდვებით ახსავსე ქალაქში 12 ნოემბრის ბოლოს 1.11.5 5-ია სკოლი 1.11.5 1.6.11 რა 11 და 1 არის გუნდი ამას არც უნდა ლაპარაკი რუიანის გაშავება როგორც კი დაიწყო 11-მა ეგრევე შავად ჩავთვალე უბრალოდ აი ანუ რუიანის გაშავება დაიწყო 11-მა არა კი მე რაც მოვისმინე რუიანი თავიდან შავად ყავდაო და მე ცხრიანმა ისეთები ლაპარაკაო რომ ცხრიანი უფრო გამიშავდაო და რუიანი და ცხრიანი ყველაზე წითელი კარტები იყვნენ ამ მაგიდაზე სულ არაფერი ერთმანეთს ისე შეუტიეს და ისე უაზრო რაღაცაზე რომ 11 ყველანაირ მათემატიკაში გამოდის შავი კარტი 6-7-ში ერთი შავი ზის 1-11-ია დარჩე გუნდი ბას დავშიდობოთ 12 ნოემბერს ძალიან ნაწყენი ვარ ჩემი აზრით კოპალაზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ კოპალამ გაისროლა ჩემში რა. იმიტომ რომ აი ეს ხელი წამოვიღე რომ ხმის მიცემის დროს ესე ნელ-ნელა ამომეწია რა და მესაყვალებოდა. ხო, და ჩემი აზრით იქ რაც თქვი უცებ დამავიწყდა ის რომ ჰიტამ ერთიანს ცალსახად წითელი დაუძახა პირველივე წრეზე, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს რომ 1-6-11 კი არა. 2-6-11 არის გუნდი. და 2 და 11 ისევ გუნდში იყვნენ წინაზე რაც ქნეს ისე კვერცხები არ ეყოთ. ბას. წრეს გახსნის ნომერი 2. ძალიან უცნაური იყო ელშას სიკვდილი, მაგრამ ეხლა მე ვერ ხვდები ჯერჯერობით რა ხდება 5-სა და 10 შორის, იმიტომ რომ ერთმანეთის აწინააღმდეგოდ გაიხსენით თუ ჩაიხსენით თუ რა შვებით. არც ერთი არ იხსნება. ოკეი, 2 ექიმი იყოს. კაი, 10 ნომერი დაგვშა ექიმად. ოკეი, გასაგებია. კიდე რა გვაქვს ხიხა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მე მთელი თამაშის განმავლობაში პირველ რაუნდში ხედავდი რომ 5 ნომერი 4 ნომერს ანიშნებდა 12 დეტექტივიაო და 12 მოკვდა. და მე რეგრას ნიშნავს ბიჭებო და გოგონებო. ჩემი აზრით ეგ არ არის შემთხვევითი ხო? ანუ იძახით დეტექტივი და კვდება ადამიანი. ხო, რავი, ამ კანდიდატურას მოდი 10-სა და 5 შორის დავაყენებ, მაინც ბევრი ლაპარაკი მოვუწევთ ამ რამში. დასრულდა თქვენი დრო, 3 ნომერს უსმენთ. და კიდე დაასრულდა თქვენი დრო. 3 ნომრის დრო მიდის. ექვსმა ნომერმა მინდა ილაპარაკოს. ძალიან ნერვიულობს და როლი გვანახე რა. უფრო მეტად შეერთვები რა. და სიამოვნები დავაყენებდი ჰიტას. იმიტომ რომ არ მომეწონა, მაგრამ 6 ნომერის ლაპარაკი მინდა, იმიტომ ძალიან ნერვიულობდა, მინდა შეერთო თამაში რა და უფრო მეტად დავაკვირდე რაღაცეებს. 5 ნომერმა მე იხსნა ექიმობა, დაგვრჩა 10 ნომერი, ხო? ოკეი. სხვა ექიმი არ ჩანს. ჯერჯერობით. მაგრამ 10 ნომერის არ მჯერა რა. აი რატომღაც ვფიქრობ, რომ კიდე გადაფარვა რა. და გექსი დავასახელეთ 11 და 2 გუნდი არ ამგონია რა. მაგრამ 11 არ მომწონს. პროსტა არ მომწონს.
მადლობა, არავის კანდიდატურა არ არის მიღებული, 4 ნომერს უსმენთ. ვაყენებ 2 ნომრის კანდიდატურას. ხიტა ეხა შენ რაც ლაპარაკი აბსოლუტურად, ანუ შენ რა გგონია რომ მე ეს ზის მაფიოზი და ღამე მოკლა და რა სიძახი ხამე აქვს 20 წამი და თუ რამე ღამე მოკლავენ რა პრობლემა. მე მეორე, ჩემი აზრით პოზიცია იმ ხელაზე მიანიშნეთ რომ შეიძლება სხვამაც გაიგო. ოკეი, მე გავიგე, მეც ცალკე მანიშნე 5 ნომერმა. 9-სა და 11 შორის წესით უნდა იძდეს შავი კარტი. პოზიციურად, იმიტომ რომ რუიანმა როდესაც თქვა რომ იქით ისაუბრეს იქით წესით შავები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ აქეთ ალბათ ხალხი ემოციურად ეპატიოსდებოდა, 9-9 სტატისტიკურად გამორიცხულიო. სტატისტიკურად რატოა გამორიცხული, რომ მიყოლებით იწყდეთ 4 შავი, აი სტატისტიკურად რატოა გამორიცხული? მაგას ვერ მიხვდი და თან რუიანი მოეწონა და 11-მა მაგ არგუმენტით შეუტია 9-ას, ზუსტი არგუმენტით შეუტია. აქ თუ 11-ია შავი და 9 წითელი, 9 ბევრად ჩემი განმოსახედიდან ცუდად ილაპარაკა ვიდრე 11-ა. ჩემი აზრით 2 თუ არ გავა ეხა 9-11 შორის უნდა იყოს თავისუფალი ხმის მიცემა, ამიტომ დაასახელეთ ვიმჟელოთ. ერთ კომენტარს გავაკეთებ ტექნიკურს, რომ კანდიდატურები დგება აწმყო დროში საუბრით. მოусმენდი, დავასახელებდი, მიიღეთ გიორგის კანდიდატურა არ მიიღება. ვასახელებთ 13 ნომრის კანდიდატურას. მიიღეთ 13 ნომრის კანდიდატურა, ესე მიიღება. 5 ნომერს უსმენთ. სტატისტიკა გვანახებს, რომ როდესაც მაინერა სტატისტიკაზე საუბრობს, არის მაფიოზი. ეს ერთი. მეორე, ექიმად ვიხსნები, ვამბობ ექიმი ვარ თქო და შენ 5 ადამიანიდან არც ერთი არ გააშავე და ექიმად გახსნილ ადამიანზე ჩემზე აუ ნეიტრალურიაო. რა ლოგიკით? ანუ ნეიტრალურად მყავს მე-5 ნომერიო და იქით ვიღაცები წითლად დაიყვანე. ამიტომ შენ ჩემთვის ძალიან საეჭო ხარ და ჰიტა ეგეც შეცდომ არანაირად დაუშვი, რომ ესე იგი მე ანანოზე ვეუბნები, რომ ანუ არ ვაყენებ ამის კანდიდატურას, მე ხმები არ განაწილდეს და რაღაცა, ჰიტა უნდა გავიდე შემეს. ეხლა და 6 და 9 და ჰიტას რაც შეეხება, რა 6 მაფიოზი მგონია. და თან რა გინდა? 2 რა. არ მესმის ասმო, კაი 6 ნომრის კანდიდატურას ვაყენებ, კარგი მე რომ ისაუბრობს ისევ, მაგრამ ეს რას ჰიტა, ანუ მე ჩემი აზრით ელოშა დეტექტივია მე იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდა და ძალიან სქმუტოდა და შეიძლება სერიულიც იყო არ ვიცი და მაგითაც სქმუტავდა იმიტომ რომ აი დაყრელი ქონდა ფარხმალი და ან იმიტომ თქვი რომ არაფერს არ გავაკეთებ კომენტარს თქო რომ არ მინდა დეტექტივი მოუკლა თქვა შემთხვევით თქო რა ან მოუკლა კი არა და ხელი დავადო თქო რა როგორ მოკლავდი ეხლა და ფოლი 5 ნომერს მესამე ფოლია მე-4-ზე გაგაგდებ ნებისმიერ წამოწახილზე ნებისმიერ ზედმეტ ჟესტიკულაციაზე და სიცილებზე 6 ნომერს უსმენთ? 6 ნომერი დასახელდა და ჩემი როლი გაინტერესებდა და მე ვარ დეტექტივი. 3 ნომერი არის შავი კარტი გადამოწებული, გადაგამოწე, იმიტომ რომ პირველი და ორიო შენი როდი ისაუბრეს პირველ და მეორე ნომერომა და ვერანაირად ვერ ელაპარაკებ შენი როდ და შავი კარტი ხარ. ეხლა მიმართავ მე-5 ნომერს. მე-5 ნომერო. ექიმი ვარ რო იძახებ ნულომაწრეზე. სავსებით შეიძლება რაღაც ხრიკი იყოს რომ გავარდნე არ გინდოდეს და მაგით დაგტოვი ნეიტრალად და მაგაში შავი რატო აინახე არ ვიცი. და ამასთანავე მე-3 ნომერს ეგრევე შეუტია ჩემს საუბარზე. შენ თქვი რომ არ ვიცი რა შეგიტევიო. მესამე ნომერი არის შავი კარტი. გადამოწმებული. ორჩა. პას. მადლობა. 7 ნომერს უსმენთ? ახლა მინდოდა ლაპარაკი ვახოზე. მაგრამ აი ისე მოხდა რა, ცოტა ამან რო თქვა დეტექტივიო, ცოტა ავირია, იმიტომ რომ იქ 11 ნომერი რაღაც ჟესტიკულაციებს აკეთებს, აშკარად რაღაცის თქმა უნდა. 6 ნომერის გამოსვლაზე, იმიტომ რომ რაღაცა მაცადეთო ჟესტიკულაციები დავინახე და 11 ნომრის კანდიდატურა არის წაყენებული? აი მე ვაყენებ 11 ნომერს, იმიტომ რომ განიხილებოდა ეგეც და მინდა რომ კი თუ რო ილაპარაკებს, იმაზე კიდე მეტი ილაპარაკებს, საერთოდ ვახოზე ვაპირებდი ახლა საუბარს, მაგრამ რა ვიცი, ვეღარ ვლაპარაკ. ჩემთვის კაკო არის წითელი და ჩემთვის არის კაკო ექიმი. ანუ უდავოდ ვახო თან ჩაიხსნა, მით უმეტეს გამიმყარდა ახლა ეს ჩემი იდეები და მაინტერესებს 11-ის საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. პას. 8-ს უსვერთ? მერეც 3 ნომრის კანდიდატურა. მიღებულია 3. ეხა 5 ნომერს დაასახელებთ და გაიყვანთ, იმიტომ რომ 5 ნომერმა შავად გადაამოწმა და 5 ნომერმა არ დაასახელა 3 ნომერი. 5-მა რა 6-მა უბრალოდ ბოდიში, დეტექტივმა არ დაასახელა 3 ნომრის კანდიდატურა. ეხლა მიიღო კანდიდატურა. მე დავასახელე ეხლა 3-იანი. არა, მე დავასახელე და ეხლა მიიღო. უკვე წაყენებული არის კანდიდატურა იტყოდა მაშინ იდეაში წამყვანი. გაიგე, რაში არის პრობლემა? იპოვე შავი და არ დაასახელე ბიჭო. ანუ არ ვარ, მე არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ არ დაგისახელებია, ბიჭო, დეტექტივი როგორ ხარ? ზედმეტი ტონი დაუწიე. ეხა დაასახელეთ 6 ნომერი. საუბარი რო დავიწყე? ვარ და ჩემი როდ გაინტერესებდი. მაშინ მიიღეთ 9 ნომრის კანდიდატურაც, მიიღეთ 6 ნომრის.
ანუ არის, ნახე, ერთი კანდიდატურა მიიღო, ეგ არის. მიიღო 3 ნომერი, არ დაგისახელებია 3 ნომერი. მეტი არაფერი. ტექნიკურობაზე გეუბნები, გამოგეკიდე მაგაზე. აი, ფოლს ვიღებ. სულ შემცოდო და არ დასახელებია. ანუ რა მაგით რა დასახელა მოგაკ. არაფერი, დასახელებული. ანუ ნახე, თუ ყავს შავი გადამოწმება, დაასახელე. მეტი არაფერი. არ მიჯერა შენ დეტექტივების მაგის გამო. რავი, მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება მომესმა რომ დაასახელა 3 ნომრის კანდიდატურა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაშინ, როდესაც 6 ნომერი ხარ დეტექტივი და იმას ამბობ, რომ შენს ნულოვან წრეზე პირველ 5 შორის პირველი 2, 3, 4 ჩემს ნეიტრალური არისო. 5 ნომერს რატო არ ამოწმებ? ეგ არის ჩემს ცოტა უცნაური. კაი, ნუ იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ ეტაპზე ერთადერთი დეტექტივი ხარ გახსნილი, სხვა გზა არ მაქვს, ასე ვთქვათ, უნდა გამოყვე და დაუშვად ავწევ ხელს 3 ნომერში, მაგრამ მართლა არანაირ ლოგიკაში არ ზრდება ის, რომ შენთვის ყველაზე საეჭვო შენამდე გამოსულ შორის იყო შენს წინა გამოსვლელი და ამოწმოდე ვაფშე სხვა ნომერს. ყველა თუ ნეიტრალურია. ხო, იმას რაც ნუ ამის თქვა მინდოდა წეღან ამას განიშნეთ, შეიძლება არც კარგად ის ჟესტიკულაცია. სტატისტიკას რაც შეეხება, ანუ სტატისტიკურად არა შეიძლება 4 ზედიზედ მიყვეს, რა თქმა უნდა, ანუ ჩვეულებრივი ამბავი უბრალოდ ალბათობა მაგის მეროდ უფრო დაბალია ეგ არის და ეგ. ალბათობებთან და ეგეთ რაღაცეებთან მაქვს ყოველდღიური შეხება საღამოსაც 10-დან 12-მდე პლუს მინუს. პას. 10 ნომერს უსმენთ? სანამ 10 ნომერთან გადავალთ, ფოლებს შეგახსენებთ, რომ 2 ნომერს აქვს 1 ფოლი, 5 ნომერს აქვს 3 ფოლი, 6 ნომერს აქვს 2 ფოლი, 9-ს აქვს 1 ფოლი, 11-ს აქვს 1 ფოლი. 10 ნომრის 1 წუთი ჩაირთო. ის მოვიცავ ვარიკან ყავ. მოკლედ, ისა? აი, ხოდა. მოკლედ რა ხდება ეხლა რა? ერთ-ერთი კაშკაშა წითელი ვარ მე. ხო შევთანხმდით მაგაზე. არავინ არ იხსნება. და ამიტომ მე უნდა მომყვეთ, მე რასაც ვიტყვი. და მე ბევრი არაფერი მაქვს თქვენი სამწუხაროდ, მაგრამ 6 ნომერის დეტექტივობა, არავინ არ იხსნება სხვა და 6 ნომრის არც ემოციურად, არც ლოგიკურად რატო იხსნება, ეგეთი აგრესია შენზე არ იყო, აი ეხლა რატო იხსნები. და თან მით უმეტეს რატო გამოგრჩა დასახელება რა. მაგრამ რავი, ველოდები მაინც ეხლა ზეგ თუ გაიხსენე მეორე დეტექტივა შეიძლება ეჭვი შემიპარო შენში და მაგრამ გაიხსენი და დაგვარწმუნე რომ ეგრეა რა. და იმშელეთ და ის რა ქვია. მოდი დავასახელებ, ვის დავასახელებ? 9 ნომერს დავასახელებ. ვასახელებ 9 ნომერს. 10 წამი გაქვს? გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო, 850,000 მაკლია რომ მილიონ გამწერზე აი. დასრულდა. მიზანი მაიმუზიკასება, აი მოსყოლები. თერთმეტს უსვეთ? მე მეკლე 997,000 მილიონი. კარჩ მე ვარ დეტექტივი და 3 წითლად ყავს გადამოწმებული. და არ გადის 3 ნომერი რა. აი ეგრე. და მგონია რომ 5 არის მაფიოზი. ვაყენებ. 5 დაყენებულია, გახსოვ შენ და თავი დამიქნი. კარჩ პირველ ნომერს დაყენებს 5, მე ვაყენებ 4 ნომერს კანდიდატურას, იმიტომ რომ უნდა რომ დაასახელეთ თქვენ. არ 3 აი უეჭველი მგონია წითელი რა, თან ხა როგორ არ უნდა მეგონოს. არა ვარ კაცო დეტექტივი, უბრალოდ მაინტერესებდა რეაქციები. არა ვარ, არა. 3-ის გადამოწმებას ვერ ხვდები უბრალოდ აქ. კოზე. არა, უბრალოდ მე 3 ნომრის რაღაც ბედნიერი თვალების დანახვა მინდოდა, რომ აი იქნებ ხსნელი გამომიჩნდა, მაგრამ არ ვიცი რა, იყო 3-ის გადამოწმება. ამ მაგიდაზე მე რო დეტექტივი ყოფილიყავი, გადამოწმებდი აუცილებლად სად იცით? 6, 9, 10, 12-ში სადღაც აი მე რო დეტექტივი ყოფილიყავ, აი აქ გავუშვედი გადამოწმებას. დასრულდა თქვენი დრო. პირველს უსმენთ, სანამ პირველ ნომერთან გადავალთ, გამოვაცხადებ კანდიდატურები დასახელებულები არიან 2, 6, 11, 3, 9, 4. პირველი ნომერის 1 წუთი. მოკლედ ვაყენებ 2 ნომერის კანდიდატურას, ვაყენებ 4 ნომერის კანდიდატურას, ვაყენებ 5-ს, ვაყენებ 8-ს, ვაყენებ 9-ს. ოკეი. თავიდან გუნდი მეგონა 2, 6, 12. იმიტომ რომ 12 აი კვდებოდა მაგიდაზე, მაგრამ მე რეალურად მოკვდა და ნუ გაწითლდა მაგეთი. მე 6-იანი მეგონა უშავესი კარტი, იმიტომ რომ ესეც კვდებოდა და აღმოჩნდა დეტექტივი. 11 ნომერი ვერანაირად ვერ გამოდიოდი დეტექტივი, შენ სულ არ ჩაგიხსნა, იმიტომ რომ ყველას კითხე დეტექტივი ხო არ ხარო და მე ეძახი დეტექტივი ვარო. შესაბამისად, ეგ არ გაწითლებს, ეგ მოქმედება ჩემს თვალში შენ არ წითლდები მაგეთი. ჰიტა იმიტომ მეშავა ნულოვან წრეზე, რომ ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელსაც ფერი დამიძახა, ძალიან მოვეწონე, გუნდში ამიყვანა, ხელი ჩამკიდა და ერთად გავაგზავნეთ ცხოვრება. ძალიან ცუდია რა, აი ანუ მე არავინ არ უნდა დამიძახო.
არავინ არ უნდა დამიძახოს ფერი, იმიტომ რომ ვარ პირველ ნომერზე და არაფერს არ გაძლევთ საერთოდ, რომ მაქსიმუმ ემოციურობით შემაფასოთ და მაგით იმავსად ფერი, მაგრამ გუნდში ამიყვანო რა სისულელე. მე მინდა რომ ეხა გავიდეს გადამოწმებული შავი, შემდეგ მივადგეთ 2 ნომერს და მესამე მაფიოზი შეგვიძლია რომ ვეძიოთ 11 ნომერში პასი. დასახელებულები არიან 2, 6, 11, 3, 9, 4, 5. ამ თანმიმდევრობით. 30 წამი მოგეცემათ ყველას, 2 ნომრის 30 წამი. მე ვარ ნამდვილი დეტექტივი. გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3, 3 მეც შავად ყავს გამოწმებული რომ იცოდეთ. და თავისიანი რანაირად დაასახელა ესე არ ვიცი რა სტრატეგიის ნაწილია ეს ყველაფერი. მესამე კაცი სად გადავამოწმო ეხლა ვფიქრობ მაგას და ეხლა 3-იანი უნდა გავიდეს. შემდეგ 6-яნის გადამოწმებით კიდე რაღაცა ფერს გავიგებთ. ბას. მადლობა. 6-იანს უსმენთ? მე ხა კარგად მოვისმენთ, არანაირ დეტექტივობას არ ვიხსნი დეტექტივი ვარ და ნახეთ. ბოლოს შემოგმართავ. საუბრობ დავიწყე. მესამე ნომერზე მე ვთქვი რომ მე შევავა მეთქი, იმიტომ რომ პირველი და მეორე შეხო მიყურებდი მის მეტი. პირველი და მეორე როგორ შეიძლება მშვენიერი იყოს მეთქი. მაფიის ვაფშე სტრესი არც კი ულაპარაკიათ მეთქი რა. და არც ირონია არ იგრძნობა და შეში მეთქი. მაგეთო გადაგამოწმე. მივხვდი რომ რაღაც საეჭვო იყო. ადექი და იქნება საუბარო და იწყე. მე 6 ნომერი წამოღი იერში. მე 11 ნომერი რომ შენ თქვი რომ შედარებით 6 ნომერი მომწონს და რანაირ გააკეთებდი 6 ნომერში გადამოწმებას, როდესაც შენ ტრეზე იზახი რომ შედარებით 6 ნომერი პატიოსანი გონიაო. არა, თავი გაანები. ის კაროჩე ანუ გადის 3 ნომერი 100%-ით. ორჩა, მე ვარ დეტექტივი ამ მაგიდაზე. დასრულდა. 11-ს უსმენთ? უი, 11 ნომერი. ბიჭო, 2 დეტექტივი, 2-ე 3 შავ გადამოწმება. ფოლს ვიღებ და არც ერთი არა დეტექტივი. პროსტა გეტყვი რომ არც ერთი არა დეტექტივი. ფოლს ვიღებ არც ერთი არა დეტექტივი. აი, არ გინდა ერთი წამი. აი, ხა უეჭველი უნდა გახვიდე, მაგრამ ამან ანუ ეს რატო გაიხსნება თუ დეტექტივი არა და ეს რატო გაიხსნებოდა მისი შავით? რა საკეთებთ? დასრულდა თქვენი დრო. საბიას უსმენთ? საბიანი? საბიო. დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივი ვარ მე აქ. შეხედე. მოი მაცალეთ ერწავს მალაპარაკე. 10-იანი წითელი ხარ, 8-იანი წითელი ხარ, 5-იანი ხარ წითელი. 2 შავი ყავს უკვე რა. 2 შავი ყავს, 6-იანი გადავამოწმე შავად. შეხედეთ, მე ვთქვი ფრაზა რომ 6-დან 10-მდე ზის დონი მეთქი. ეს ჩემი 6 ნომერი, ანუ ყველა პონჩი გადის 2 ნომერი, გადამოწმებული არ გადის. 2 ნომერი გადის ყველა პონჩი. როგორ თქვი ეგ ფრაზა, სანამ გადაამოწმებდი, მანამდე. ხო. საბიას მესამე ფოლი. 9-ს დრო მიდის? უკვე მიდის. ბიჭო, რავი, 2 დეტექტივის გადამოწმებული შავი ხარ, იხსნები მესამე დეტექტივად, მანამდე არაერთხელ გაჟღერებული იმის მერე, რომ თუ ამ ყველაფრის მერე ვინმე გაიხსნება, ნაკლებად სანდო დეტექტივი იქნება. ბევრად უფრო ნაკლებად სანდო დეტექტივი იყო 2 ნომერი და იმაზე უფრო ნაკლებად სანდო დეტექტივი ხარ შენ. ეგ არის და ეგ რავი, მეტი სხვა არის. დასრულდა თქვენი დრო. 4-იანს უსმენთ? მოკლედ რა, მე ვაფასებ რომ ადამიანი არ ნებდება და აბსოლუტური რესპექტი შენ. ერთი ის არის რომ როდესაც 11 შენი წითლით გაიხსნა თვალები გაგინათ და აშკარად არ ხარ შენ დეტექტივი, შეიძლება ის იყოს შავი და შენ უბრალოდ დაუნებებელი პატიოსანი იყო, მაგრამ მე მაგასაც გავმოვრიცხავ. 3 ნომერი არის ორმაგად შავი. ჩემი აზრით ეხა გადამოწმება უნდა იყოს 9-11-ში მართლა, იმიტომ რომ ამ 2 ადამიანში ერთფერი არ არის. თქვენ იმის მიუხედავად რომ ვითომ უტევდით ერთმანეთს, აღარ უტევდით ერთმანეთს, ანუ ერთმანეთს არ ასახელებთ, როცა აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიციები გაქვთ. ეს კაცი პატიოსანი გონია, ამას ექიმიც არ უტევს. 5-იანს უსმენთ? ვისა? ხო, არა. მე დასახელებული ვარ? რავი, არაფერი არ მაქვს სათქმელი, რავი, სიმართლე გითხრათ რაღაც პონჩი ჯენგოსი მეჯერებოდა რომ არა თქვა 11 ნომერს რომ თვალები გაუბრწყინდაო, მაგრამ რავი, გაუბრწყინდა თვალები თუ არა, შენ დაინახე რომ გაუხარდა? უეჭველის რომ გაუხარდა იმან რომ თქვა რომ მე ვარ დეტექტივი და გადავგამოწმეო? რავი, ხა ამ სამში რომ 2 მინიმუმ იტყვება გასაგებია, ხო, ლოგიკურია. ამიტომ ხელისაწევად თუ იქნება მე მაინც მაინერაშია წევა, ეხლა ამ წელს. დასრულდა თქვენი დრო. დასახელებულები არიან 2, 6, 11, 3, 9, 4, 5. ამ თანმიმდევრობით. ხელები გავაჩეროთ? ხელები გავაჩეროთ. ჟესტიკულაცია შეწყდა ამ წამიდან. ნებისმიერ ხელის მინიშნებაზე იქნება ფოლი. ფოლებს გამოვაცხადებ, რომ 3-იანს აქვს 3 ფოლი, 5-იანს აქვს 3 ფოლი, 6-იანს 2 ფოლი,
9-ას 2 ფოლი, დანარჩენებს ვინმეს თუ აქვს ფოლები თითო-თითო. ხმის მიცემა იწყება, კიდევ ვიტყვი. 2, 6, 11, 3, 9, 4, 5. ვინ ფიქრობს რომ 2 არმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? 1 ხმა? ვინ ფიქრობს რომ 6 არმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 3 არმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? საბილობის ბოლო სიტყვა? ცხრიანში და 4-იანში წევიდოდა ჩემი გადამოწმება ყველა ვარიანტში. თქვენ დეტექტივი გააგდეთ ახლა, რეალურად ვიძახი. ოზი, შენ რა ის თვალები გამიბწყინდა, რა თქმა უნდა, გამიბწყინდა, იმიტომ რომ მეფარებოდა მეგონა და მიხთა რომ ჩემი როლი მიიღო და მიხთა რომ დეტექტივი ვიყავი და გადამეპარა და გამიბწყინდა თვალები მაგის გამო. შეხედეთ ახლა. მე გავდივარ დეტექტივად, ხო? 2 დეტექტივი ყავთ კიდე. ახლა 2-იც გადის და 6-იც მოაყოლეთ უკან, არა პრობლემა. 9-იანი და 4-იანი მოაყოლეთ მერე უკან, რა. და 5 ნომერში ზის კილერი. კილერი ზის 5 ნომერში. აი ესეთი მდგომარეობა ახლა ჩემთან თავში. ძალიან ნერვებზე ვარ, ძალიან ნერვებზე ვარ. კაი, გასაგებია, გადავამოწმე 6, 2-მა იყო, всё, შავია 2-იც, 2-მა გითამაში ჩართეს, კარგად წაიგრეს და თურმე 11 ნომერიც, ანუ სამმაგი დეტექტივი გეიხსნა, ბიჭო. აი, მაგარი თამაში ითამაშეს მაფიოზებმა, ძალიან კაი იყო, მაგრამ რავი, პატიოსნები ბანაობთ საცხარა. ყველას ძინავს. ხელები ავიღოთ მაგიდიდან, თავი დაბლა დავწიოთ. იგვიწევს მაფია. და ირჩევს მსხვერპლს. დონი მიდასტურებს. ვემშვიდობები მაფიას. იგვიწევს დონი. გაეცემს დეტექტივს. იგვიწევს დეტექტივი. გაეცემს მაფიას. პასუხი იგვიწევს მანიაკი. მიიღო გადაწყვეტილება. იგვიწევს ექიმი. გადაწყვეტილება. თემდება. თამაშს ტოვებს ნომერი 8. მოკლედ სამიანი ყველა პონჩი შავი გამოდიოდა როგორც არ უნდა ყოფილიყო. ანუ 6-მა ნომერმა როგორც კი დაასახელა დეტექტივი რა ყოფილიყო, რაღაცას იტყო და ეხლა ნახე ვინ ყავს გადამოწმებული ჰიტა? 5 შავი. შენ ვინ ყავს გადამოწმებული? შენ ვინ ყავს გადამოწმებული? 5 შავი. 5 შავი. კაი, 2-მა დეტექტივმა გადაამოწმა 5 შავად, მაგრამ საქმე რა შეარი რა? ანუ დიდი ალბათობით ჰიტა შეიძლება იყოს. მოიცადე ისე რა ქვია რა, ანუ
9-იანი გაუშვათ. რა 9-იანი ბიჭო, მალაპარაკე ერთი წამით რა. ნახე როგორ რაღაც არის. ხიტამ ისეთი რაღაც გააკეთა რომ ანუ ამ 3-დან 2 უეჭველი ხო იტყუება რა, როგორც არ უნდა იყოს რა. დეტექტივები გაკავთ ახლა უბრალოდ იმის გამო, დეტექტივები გაკავთ, ერთ-ერთი დეტექტივი მაინც გაკავთ ახლა მისმინე. სერიული არის ის. შენ ხარ სერიული? კაი, კაროჩე რა, ჯანდაბამდის ზაქონიათ იმენა ერთიანად ყველას რა, გამანდებით. კაროჩე, ზევით ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ხელებს იქნებს და არავინ არ გისმენს რა, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ყველა დეტექტივი არის შავი მანდ. ანუ თუ 5-იანი მანიაკი არის, ორივეში დეტექტივი თუ შავა და მოწმებს, ორივე დეტექტივი გასაშვები არის რა და მანიაკს მე უნდა მიადგე. ორ დეტექტივში ერთ-ერთი შავი მაინც იქნება, ერთი შავი მაინც ხო მინიმუმი. კაროჩე რა. თაბას ტოვებს ნომერი 9. სუდი ტიპი ხარ ბიჭო. რა ურას ამბობდა ოზი ამ ორი დეტექტივიდან რომელიმე ავაყენოთო მაშინ როცა ორ დეტექტივს გაშავებული 5 ნომერი ყავს და 5 ნომერი ამბობს რომ მეო ვარო სერიულიო 9 ნომერი მოკდებაო ეს მანიშნა მანამ სანამ წამყვანმა თქვა და ამ დროს 5 ნომერი სერიული ორ დეტექტივს ყავს შავად რა ვიცი what the fuck აი, სულ ეს არის, ითქვაც მინდა და ისე რომ რამე სერიულ შეუძლია თავის მოკლა, იქნებ თავი მოვიკალი და სერიული ვიყავი, რა ვიცი. საინტერესო. მე ერთი ნომერი არ მომწონდა, ეს თავიდანვე ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაიყვანა გუნდში, ერთი ნომერი მართლა არ მომწონდა. ელოშას დატოვებულ 1-5-11-ს რო რამე მე პირადად გავყვებოდი სიმართლე რომ. გავშვიდობოთ. ბას. შენ რომ მოკლა? მე ვახო. ვახო? სავარაუდოდ. მაგიტო მაგრამ გაგდები. არა, მაგას არა, იმას ამბობდაო, მეო ეს ვარო და შენო მოკალიო მაგას მანიშნებ. გასაგებია. წესით. არ ვიცი, ვაფშეაზე არა, ლენკა არ მომწონდა. ანუ ორივე დეტექტივი მაყვა არა. ერთი ეგრე გამოდის. ანუ ჯენგო დეტექტივი იყო. 1-5-11 ან 1 მოიცავ წამი 1-6-11 შეიძლება იყოს. ან 1-2-11 შეიძლება იყოს რა. მაგ ლოგიკით მოიცდე 2 და 6-ით შავები არიან და 2-6 შავი გამოდის და კიდე 1 უნდა იყოს. 2-6, ანუ მაგას ვამბობ. არა, 2-2 შავი არ გამოდის. 2 შავი გამოდის. ხო, 2 შავი დადო ის. ანუ 2 შავი გამოდის, ბიჭო. ანუ ორივე დეტექტივი შავი არის, რასაც ვიცი. საქართველოს ბანკის შენობა რო არის, ხო იცი ეს ბევრი რაღაცებს გავსია. სულ ეს იყო. მრავალ ახალწელს. წრეს გახსნის ნომერი 4. მაინერა რომ ამბობს 1-5-11-იო და აქედან არც ერთი მაფია კი არა და არც ერთი დეტექტივი რო არ ყოფილა. რა შეეხება? შენ ხო ამბობ რომ სერიული ხარ და 9-იანი მოკალი რა. მაგრამ შენ შეიძლება მაფია ხარ, რომლის ქილიც მეორედ გამოაცხადეს და ეგეც შეგიძლია რა თქვა. ავაყენებ 2 ნომრის კანდიდატურას და ავაყენებ 5 ნომრის კანდიდატურა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, გუნდში სანამ საერთოდ 6 ნომერი დააყენებ და 3 ნომერს წიდაწრეზე და იტყო და გადამოწმებული შავიაო, ფიქრობდი რომ შეიძლება 3-2 გუნდი ყოფილიყო, იმიტომ რომ 3-2-მა თქვა 2-ს დავასახელებდიო, მაგრამ ვასახელებ 6 ნომრის კანდიდატურასო რა და 2 ნომერი მე დავასახელე. შესაბამისად 3-6 უფრო არ მგონია გუნდი, ვიდრე 3-2. ამიტომ თუ ვინმე შავები არიან 3-2 უფრო შავი მგონია ვიდრე 3-6 რა მაგის თქმა მინდა რა. მაგრამ ერთმანეთს რომ მიყვებით, ვაფშე რამდენი ვართ 2, 4, 6, 8 კაცი ვართ რა. რაღაცა შეგვიძლია გავყოთ. ჰა? 5 გავიდა ეს? და ორივე მაფია გამოგდის მაშინ შენ. ორივე მაფია გამოგდის. 3-იანი უკვე ჩავია გასული, რა მნიშვნელობა? გასულდა 5-ას. მოკლედ 9 ნომერი იმიტომ მოვკალიო, ძალიან მეეჭვებოდა. სერიული ვარ, უბრალოდ მინდა და ქალაქს მოეგო და თან ორივემ რო ხელი დამატე, ხა ორივეს რო ხელი არ დაედო, ჩემთვის არ ვიტყოდი სერიული ვარ თქო. იმიტომ გავაგდე, რომ მეთქი ბალანსი ვიდა, 8 კაცი დავტოვე სპეციალურად, არ გამოვიყენებდი კილსისიათრი. 8 კაცი დავტოვე მარტო იმიტომ რომ ბალანსი დამჯდარიყო ლამაზად და ორივე გაგვეშვა. ძალიან საეჭვო იყო ეხა 6 კაცი ვიყავი აქამდე წეღან 5 კაცი ვიყავით ბოდიში ვიცი რა შავად წინასწარ დაადო ხელი ჯენგოს რომელიც საერთოდ შავი საერთოდ არ იყო მე არ გადამამოწმა არაფერი განსაკუთრებული არ თქვა და ჰიტასაც ეტყობოდა რეალურად ეხა ნევროლოგიაში და წეღან ეხა თამაში რომ მოშება ესეთ რაღაცას ვიტყვი რაც ხა არ შეიძლება რო ვთქვა რა იმიტომ თამაში შემადგენელი ნაწილი არ იყო იმ უფრო დამაეჭვა და სავარაუდოდ ეხა გუნდში თამაშობენ თქვა თქვენს ორივემ თქვენს რომ მოდი ხუს დავადოთ სისულელე ეხა მე ესე არ გავიფუჭებდი თავს და ჯენგომ რო თქვა რომ სერიული ეს მგონიაო ძალიან მეწყინა იმიტომ რომ ხო სერიული ვიყავი მაინერა და შენ რო გუნდი იყავით თავიდანვე თქვით
ბოდიში კოპალ შენ მეგონი მესამე და ჩემი ძალიან ვწდებოდი რომ შენ მეგონე მესამე ჰიტა არის. იმიტომ თავიდან გუნდში ავიყვანე ჰიტა, მაგრამ 6 და 9 თავიდან შევ მეგონა. 6-ს უსმენ? ხუთი ნომერი გადის მაინერი და მე რაით გოგონად გუნდის ზუსტად იდენტურ რაღაცებს იძახით შენ და მაინერი. შენ იძახით რომ 1 2 3 4 5-მა ვილაპარაკავთ არავის იერიშა რომ არ მიიტანო მაინერის დრო მოვიდა მაინერმაც იგივე რაღაცა გაიმეორა. შენ ეხა მიკითხოს გისვამ. პირველი და მეორე ნომრის ნუმერზე გახსოვს თუ არ გახსოვს? მითხარი. გუწვიათ ხარ გახსოვს. ლეიკა ფულ მაფიაზე ილაპარაკა ერთხელ ხო პატიოსანი ვარო ჰიტავ საერთოდ არ ვილაპარაკე ჩვენზე ილაპარაკა და სამინორი გამოდის და იძახის რომ შვენიერი გამოსვლა იყო არანაირი ირონია არ იმჩნეოდა მაგათ იმაში რა ქვია ისა ჯენგოს ლაპარაკში და მე შენ იძახი რომ მე შეტევა არ გამიკეთებია ამას იძახი 4-ვე ნეიტრალად დავტოვე და 3 ნომერზე იერში რომ მივიტანე ეგრევე ნუ ისა პირველ წელს როგორც კი დაიწყო ადგა და ჩემზე თქვა რომ ესო საიჭუა როდესაც არაფერი იერში არ მოუტანია ჭისა ჩემზე ეხლა გადის 5 ნომერი გადიხარ შენ ეხა სერიული აქ ვიზ შეიძლება მაქსიმუმ იყოს არის ბენი იმიტომ რომ ეხა ველაზე ჩუმად ლაპარაკობს რაღაცებს მეკითხება ეს ხარ ამას ველაპარაკები მაქსიმუმ იყოს ბენი სერიული ეხა გადის 5 ნომერი მორჩა 5-ს მოსახელებ თუ ასხებული არა 5 ნომერი აუ ეს დამისახელი აქ თუ გამიგიჟდა კიდევ ერთხელ ვიტყვი მე ვერ დაგისახელებთ ასე დამიყენე მაშინ წამიყენე გადის 5 გადის 13 გადის 17 მე 6 ნომერი მიიღეთ 6 ნომრის კანდიდატურას გაგიჟდა დროს გადაირია რა რატო შეიშალე პროსტა გეკითხები მაინტერესებს თუ გაგტეხავ მაგრამ შენი იტყდები იმიტომ რომ რავი მთელი თამაშია ნერვიულ მე ვარ ცხრის როლში მე არ ვარ არანაირი მანიაკის როლში მთელი თამაში არის ვაკვირდები მთელ თამაშს ახლა ყველანაირ ლოგიკაში შენ და ჰიტა დგებით. ყველანაირ ლოგიკაში, იმიტომ რომ აი მანიაკი გავაგდეთ, დავრჩებით რამდენი და ორ მაფიას ერთად ვეთამაშოთ. ანუ ყველა ვარიანტში ორივე ხართ ერთი ცხრის როლშია შენ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჰიტა რო იტყვის ვინ გადავამოწმე, მეც ვიტყვი ახლა ვიღაცამ რო გადავამოწმა ის შავად, ვა მეც გადავამოწმე, მე წითლად იგივეს ვიტყვი მაგაზე, მაგრამ ამჯერად თქვენ ერთ გუნდში თამაშობ და რომელიმეს გადარჩენაზე ხართ და უეჭველი 2 და 6 დგება და ორის კანდიდატურა უეჭველი დაასახელეთ და მერე ვახოსას გავისტუმრებთ. მერე უკვე ვახოსას გავისტუმრებთ. შესაბამისად. პას. მადლობა. ფოლებს გამოვაცხადებ, საბიას, საბიელი აღარ არის, 5-ას აქვს საბი ფოლი, დანარჩენებს 2-2 ან 1-2. ვისაც გაინტერესებთ ფოლების რაოდენობა, ესე მკითხეთ. ათრობერს უსმენთ? კაი, ესე იგი, რა ლოგიკა შეიძლება ვითარდებოდეს? ანუ ჯენგო იყო დეტექტივი, ჰიტა იყო დონი, ამოიცნო ჯენგო და რადგან 6 ნომერმა თქვა ჯენგოზე, მე ჰიტამას თქვა და ძალიან აბსურდი შეიძლება იყოს ეს ლოგიკა, იმიტომ რომ ძალიან დაბალი შანსია ამის და თან ჰიტა არასდროს არ იტყუება ხალხო რა. ჰიტა არასდროს არ იტყუება. მე ჰიტა გინახავთ ფეიკად გახსნილი? არასდროს. არასდროს არ გინახავთ. ხო, მე ექიმი ვარ, ხალხო ეგ იცოდეთ და ჩემი დაჰელვა არ გამომიყენებია, ეგეც იცოდეთ. შეიძლება ეხლავე გამოვიყენო. შეიძლება არა. მოდი ჰიტას დავასახელებ 6-5-2 დასახელებულია. 5 ნომერი უნდა გაუშვათ ეხლა რა. ბიჭო, იმიტომ რომ 2 შავი ასახელებს, 3 შავი ასახელებს, აუ შანსი ის არის 0.1%-იანი ლოგიკა დაждდება, ესე იგი, ხო? 5 ნომერი გააშავა 2 კაცმა. 2 დეტექტივმა. და რა ლოგიკა არის? და 3 არის დეტექტივი, ანუ 3 იყო. დასრულდა თქვენი დრო? 11-ს უსმენთ? აი, 2 ვინაა შენთვის? შავი ხო არის 2 შენთვის. ნახე მე რას გეუბნები რა. თუ მაგალითად განვიხილავთ ესეთ რაღაცას, რომ 2 კაცი უნდა ავაყენოთ რა. ანუ მარტო 5-ს ვერ გავუშვებთ, იმიტომ რომ თუ 5 მართლა სერიულია და ეს ორივე მაფია გამოდის, შეიძლება 3-3-ს წავაგოთ, ხდები? არ ვიცი. თუ 5 მართლა სერიულია და 3 მართლა დეტექტივი იყო, მარტო 5 არ უნდა გავიყვანოთ. ეს 2 კიდე ერთ მატჩში ხელს არ ჩადებს. თუ მასე გამოდის რა. ფოლს ვიღებ. ამა ხო თქვა შავია 2-ო. ავაყენოთ 2-იანი ესა შენ ცოტა ხმები ერთი წამკაც არ მაინტერესებს შენი ფოლი. თუ 2 კაცი გადის, გაჩერდი, თუ 2 კაცი გადის, 5 და 2-6-ში ვიღაც უნდა გავიდეს რა. იმიტომ რომ თან 2 ხილი არ მოხდება. თან უეჭველი ერთი მანიაკი თუა, მაინც ავაყენოთ და მაფია თუ ავაყენოთ. ბიჭო, მანიაკი თუა, აქ ეს 2 მაფია გამოდის და შეიძლება 3-3-ში წავაგო. მიიღე 2, მიიღე 5, მიიღე 6, რომელიც არა კანდიდატურად დაყენებული რა. თუ ვინმე დგება, ან 2-6-ში უნდა გავიდეს ვიღაცა და თუ 2 კაცი დგება 5-თან ერთად უნდა გავიდეს ან 2 ან 6. ერთადერთი სწორი ლოგიკა არის ეს. მარტო 5 არ გადის მაგედიდან რა. მარტო 5 რო აუ არანო ვერ ხვდები რას გიხსნი? თუ 5 მართლა სერიულია, 3-ია დეტექტივი. და 3 მაფიას ტოვე. ამა რო ვერ დახილოს ვერავი. ღამე დასრულდა თქვენი დრო?
პირველ ნომერს უსმენთ? ვასახელებოთ ნომერს. მე მინდა რომ დამასახელოს, იმიტომ რომ აგიხსნათ როგორ გაყოთ მაგი და 2 და 6 დგება ეხლა ამ მაგიდიდან მარტო. 5 ნომერი არავისთან ერთად არ დგება. რა მნიშვნელობა აქვს 3-3-ში რანაირად წააგებ თუ 2 და 6 აყენებ? რომელიღაცა ხო მაფიაა? ჩემთვის ორივე მაფიაა, მაგრამ რომელიღაცა რო ადგეს, რა ანუ ეკვივალენტი იმისი რომ 5 ადგეს, იმიტომ რომ ერთი მაფია გავა თუ ორივე ადგება. ძალიან ვინ მოიფიქრა რომ მოდი ეხლა ორივე დეტექტივად გავიხსნათ და წითლები მივცეთ ჩავად, რომელმა მოიფიქროთ? ან მეორე ვერსიაში რომელი თამაშობთ ისე რომ თქვენ შავებს გვაძლევთ ჩავად. ერთი ერთზე აპირებთ მოგებას? არ არის 5 შავი, არ მე 5 შავით ვერ ვითამაშებ. არც ერთ ვარიანტში 5 არ არის შავი. მე 12 მეგონა სერიული და არ ვთქვი ეგ უბრალოდ რა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ითამაშა და მორიქილი მოხდა 12 სერიული აღარ გამოდის. შესაბამისად მე 5 სერიულობით თამაშობ. დამასახელე ჰიტა რომ მაგიდა გავყო. 2 და 6 დგებით. პას. მადლობა. 2000-ს არავ გადავალთ. 2000-ს არავ გადავალთ. დასახელებულები არიან 2, 5, 6, 4. 2 ნომრის 30 წამი. ერთი ზუსტ. ნახე რა ხდება, მე ვარ დეტექტივი. მე ჩემი თამაში ამოვწურე 3, 5 და 6 ვიპოვე 3 მაფია. ეხლა უნდა გავიდეს 5, მე 6-ე გავიდეს ამის შემდეგ და 6-იანაც ამოწურა თავის თამაში. 6-იანაც დახურა თავისი ვერსია. იპოვა 2, 3 და 5 იპოვა. უნდა გავიდეს 6 და 2. ამ ხელაფალი არ მინახავს აქამდე. ანუ ნახე 5-იანი უნდა გავიდეს ეხლა აუცილებლად და შემდეგ ამის შემდეგ შემიძლია მე გავიდე და 6-იანს გააგდებთ მე კიდე ხმის მიცემით. ეგ პრობლემა არ იქნება. ეხლა 5-იანზე ვინც არ აწევთ ხელს, იცოდეთ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება ეგ საქციელი და კოპას შენგან მაგას არ ველოდი კიდე რაღაცა უაზრო თეორიები რომ შემოიდანე. და შენ არ დაგასახელებ, იმიტომ რომ 5-იანი უნდა გავიდეს ეხლა. და შენ როგორც ექიმა გთხოვ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. კოპალამ წესით უნდა დაინახოს ეხლა ეგ სიტუაცია და სამი მაფიოზის თეორია უნდა შემოიტანოს და 3-იანი გასულია. 3-იანი მაშინ არ გასულა მაგათ? 3-იანი მესამე დეტექტივი იყო, ისა ნამდვილი დეტექტივი? დაასრულეთ თქვენი დრო. დასახელებულები არიან 2, 5, 6, 4. ისე 2 ნომრის 30 წამი. 5-იანზე უნდა დაწიოთ ხელი ყველამ. ან მეტი გზა არ არის. და შემდეგ გავარდება 10-ში და 10-შთან ერთად ადგომის სურვილი მე სიამოვნებით მექნებოდა, იმიტომ რომ ჩემი საქმე ამოვწურე და გავარდება ბოლო მაფიოზი. მაგრამ ეხლა უნდა გავიდეს 5. 2 დეტექტივის გადამოწმებული 5. და ლენკას იმედი არ მაქვს რომ მაგ თეორიაზე წამოყვება და თქვენ იქნება დაგვიჯეროთ და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღოთ. დასრულეთ თქვენი დრო. 5-იანს უსმენთ? მოკლედ, ორივე რო გავა 6 ადამიანი ხო რჩებით და ჯერ ერთი 2 მაფიოზის რო იყოს დარჩენილი და ერთი სერიული რჩება, ანუ ბალანსი აი ისე ვერ მოხდება რომ დამთავრდეს თამაში. იმ შემთხვევაში თუ ეხლა მე გავალ და 2 მაფიოზი თუა და პირობითად ვთქვათ რომ მესამე მაფიოზი არის კოპალა, პირობითად 3-3-ში აგებ თამაშს თუ არ გაარტყი ჰილი. ეს თეორიული შანსი შეება მარტო რომ თუ მაინერა მე არ მოვკალი მაფიოზად და მე მოვკალი მაინერა და მაფიოზი თუ არ იყო და 3 მაფიოზი თუ თამაშია, მაშინ ჰილი უნდა გაარტყა შენ და ხდება ისე, რომ შენ საბოლოოდ თავი დაჰილული გაქვს და პროსტა აწყვება და შენ გესვრი, ანუ უეჭველი. თამაში ჩება. 6-იანს უსმენთ? მე რა მაინტერესებს 3 ნომერს გქონდეს ვინ იყო დეტექტივი იყო გეკითხები არა ხო აა შენთვის არ იყო დეტექტივი ხო მაშინ რა გამოდის ეს ვერ გავიგე მე გამოდიოდა დეტექტივად ხო 5 ნომერი რა არ გადის შენ თუ გეგონა 3 ნომერი არ იყო დეტექტივი კაი 3 ერთი მაფია ჰიტა მეორე მაფია მესამე მაფია მიგონია და 5 და რა საკეთებ 5 შეტო არ წო ხელს ამ თამაში ეს თამაში 5 ნომერი აუცილებლად დატოვოს. არ ვიცი ბალანსით როგორ დატოვოს. 5 ნომერი უნდა გავიდეს ყველა ვარიანტში. ბიჭო, არ გამაგიჟოთ ახლა. რაში სულელის იძახით რა? რა ბალანსი შეიძლება მაგას დასრულდა ემოციები შევიკავოთ. 4 ნომერს უსმენთ? ჰიტა, ჩემო შავო მეგობარო, მომისმინე, ეხლა დგები 6 ნომერთან ერთად. შენი ვერსია დახურე, შენი ვერსია დახურე. შენთვის შავები არიან 3, 5, 6, შენთვის შავები არიან 5, 3, 2. ეხლა ვიტყვი გაყოფას. 4, 5, 6, 7 ხმას აძლევთ 2 ნომერს, პირველი დასახელებული კანდიდატურა 2 ნომერი. დანარჩენები 10, 11, 1 და 2 ხმას აძლევთ 6 ნომერს. ჰიტა თუ არ აწევს ხელს, ჰიტა დატოვებს ხმას 4 ხმით დატოვებს თამაშს. ანუ მარტო ჰიტა შენივე ინტერესშია 6 გაიყვანო. დასრულოთ თქვენ დრო. ხმის მიცემა იწყება. დასახელებული კანდიდატურები არიან 2, 5, 6, 4. ამ თანმიმდევრობით ჟესტიკულაცია შეწყდა. ყველანაირი ჟესტიკულაცია აი ახლა შეწყდა. ვინ ფიქრობს რომ 2 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ხმა მიეცით ხმა, 3 ხმა? არ შეიძლება ფოლი ერთიანს. მესამე ფოლი გაქვს.
არ შეიძლება. ვინ ფიქრობს რომ 5 ნომერმა უნდა ტოვოს თამაში ეხა მიაცით ხმა? ეს ხელი. 2 ხმა? 3. შენ ხელი აწეული გაქვს? 4 ციფრი. ჩუმად. ვინ ფიქრობს რომ 6 ნომერმა უნდა ტოვოს თამაში ეხა მიაცით ხმა? 2 ხმა. 2 და 5 გაიყო 3 ხმით და 2 ნომრის 30 წამი. ეხა ილაპარაკეთ. ანუ ანანო იძახის 5-იანი შავად ყავსო და ხელს არ წევს. ანუ ნახე ერთი ვარიანტი იყო რომ სერიული ვარო აღიარა რასაც გაგვამბობ და შენ თვითონ ამბობ რომ შავიაო, კიდე 2 დეტექტივი ვამბობ შავიაო, ყველა ამბობს შავიაო და პატიოსანი არ არისო და ხელს არ წევდა. რას ნიშნავს ეგ ვერ ხვდები? ანუ ვინმე კარგი თქვა ადამიანზე ამ თამაში? რატო აწევთ? 5 ნომერს უსმენთ? ანუ კოპალ რატო გაყავი ვერ მივხვდი, როდესაც არა ბიჭო კი არა მესამე მაფიოზი ხარ შენ უეჭვი. არა მე რო არ გამეყო, გადიოდი შენ და მადლობა მიხარ. როგორ არ გადიოდი? ბიჭო ყველა ხმა შენ ხარ მოდი. რა როგორ ხმა შენ მესამე ხმა იყო შენი ჩემზე და შენ ხარ მესამე მაფიოზი. შენ იყავი მესამე, ვინც აწე შენზე ვაფშე არ გავდიოდი მე. მე ვარ სერიული ექსორიანი მაფიოზი. მესამე მაფიოზი. 3-3-ში უნდა დაჩენე კოპალას უნდა რომ 3-3 დაჩენიყვნენ და მოეგოთ. კოპალა ეს გადის ახლა მე კოპალა გაქვს. ჩუმად, რა გჭირთ? 3 ფოლი გაქვს 11 ნომერეო? 5-იან 3 ფოლი აქვს? 4-5-6-7 2 ნომერში ვდებთ ხელს ყოფს და ვაყენებთ ორივეს. მეორე ფოლი? 2-5. ვინ ფიქრობს რომ 2-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა? 3 ხმა? 5 ნომრის ბოლო სიტყვა? ხო, მოკლედ, ანუ უყურე ეხლა ხილი თუ არ გაარტყი წააგეთ თამაში, იმიტომ რომ საავადმყოფოდ ავაცილეს როლა და 9 ნომერი მეგონა მე მაფიოზი. საავადმყოფოდ მესამე მაფიოზი არის კოპალა და ძალიან ფეიქი ის არის, რა მწუხარება კოპალასგან, რომ აუ ეს როგორ მოგვივიდა და რაღაცა აი ძალიან ფეიქი ხარ კოპალა. ამ ისინი თუ გოიმდებიან, არ ვიცი მე არ გოიმდები. უყურეთ ორმა მაფიოზმა შეგისრულად ორივე მაფიოზი, ანუ მაგიდას ის 2 მაფიოზი. მე გეუბნებთ რომ სერიული ვარ ადამიანი მოკალეთ ხო და 2 მაფიოზი დატოვეთ თამაში. და თქვენ ჯითუ მე მეუნები ხომ რომ შენო თამაში არიცო. აი თამაში ვინ არის ის თუ გაინტერესებს. მივართვაზე არის ფოლი, გავაგდოთ 5 ნომერი თუ შეიძლება გაიყვანეთ. ისედაც არ ხარ, რა ვეღარ დაასრულებ ჩემს სიტყვას. სამწუხაროდ დააგვეიმეს მაფიოზებმა მოქალაქეები. რა თქმა უნდა 2 მაფიოზი არის. ჰიტა და ჯაიანი და მესამე მაფიოზი ბოლოს მივხვდი, ჩემზე რო აწია ხელი იყო კოპალა. და ეს თამაში აწყობდა რა თქმა უნდა კოპალას, ჰიტას და ჯაიანს. თუ ჰილი არ გაარტყა ეხლა კაკომ, მორჩენილი არის თამაში და მოიგებენ მაფიოზები, იმიტომ რომ ქალაქმა ითამაშა ძალიან ცუდად. მეც ვთქვი თამაში რომ 9 ნომერში გავისროლი ქილი, იმიტომ რომ 9 და 11 შორის ვფიქრობდი ვინ მომეკლა, იმიტომ რომ 9 მეგონა მაფიოზი. ეგ შეთქმა დაუშვე. იღიწევს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. დონმა დავიდას ტუროს. იღიწევს დონი. დაეძებს დეტექტივს. მიიღეს განწყობილება. იღიწევს დეტექტივი. დაეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. იღიწევს მანიაკი. მიიღო განაწყვეტილება. იღიწევს ექიმი. და თენდება. თამაშს ტოვებს ნომერი 10. მორჩა თამაში.
გული არ გამეხეთქო. მიულოცოთ მაფია სამი წელში მოკერ. ან უნდა გადაგვეწვია, просто ბიჭო, ოჩა, დაუტახოთ მოთამაშე. ნუ მერს ხილი ესა გადამოწმება არ უთქვამს რა. მეგობრებო, ძალიან რთული თამაში იყო. ერთი წუთი, მე მგონი ძალიან მაგარი თამაში იყო, უნდა მიულოცოთ მაფიოზებს. სიმკაცრე ამ თამაშს მოუხდა, მაგრამ მაყურებელს მინდა მიუმართო, რომ სიმკაცრე მოწვეულ სტუმრებთან, ანუ რომლებიც პირველად მოდიან, შეუძლებელი არის, ასეთ მაგიდებზე კიდე შესაძლებელი არის. და პირველი ლოღრიდან მინდა დავიწყო. მე მეზიზღება ისეთი თამაშების წაგება, სადაც ვიცი ვინ არის, ვიცი ვინ არიან მაფიოზები. ანუ 2-6-11 რო გუნდი იყო, აი ნულოვან წრეზევე გამოჩნდა, როცა 12 გავარდა. და აი ეს მოგებული თამაშიო წავაგე, ჩემ თავს ვერ უპატიობი მის მიხედვით, რომ ჩემ რას ვქე რანაირად გამოჩნდა, ვიძახდი, გადაცემას უყურე და ნახე, ვიძახდი შეფასებებში. მაგრამ ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორც მიყვარს რა, აი დაძაბული, ემოციური, ეს არ ამომიჭრა. წინა პირველი ნაწილი არ მომიჭრა. მომიჭრია რო. მაგრამ ნუ ემოციურ დონეზე აი ის სიამოვნება მივიღე, რომელიც მიყვარს მაფიის თამაშის დროს. მაგრამ მე არ ვთვლი რომ მაფიოზებმა მოიგას, მე ვთვლი რომ მე წავაგე. პას. მართალი ხარ ლენკა შენ წავაგე, ნამდვილად მე მოვიგე. აგე კოპამაც მოიგო და ჩვენმა მეგობარმაც აგერ და მე ისე ამოვნე მაგალითად თქვენს ადგილზე რო ვიყო ეხა მე ძალიან ინერვიულობდი და 400-ზე ვიქნებოდი, მაგრამ გამიმართლა რომ არ ვარ. ერთმა ბიჭმა მითხრა რამდენიმე კვირის წინ რა მაგარი იქნებაო ორი მაფია რო გაიხსნასო, ორივე დეტექტივათო და სულ შავები რო ამოწმონო, ერთი და იგივეო და ეგრე რომ მოიგონო და მეთქი ალბათ ეგრეც მოხდება. ოდეს მეთქო. სენსუს ამითხრა. ხოდა ძალიან კარგი თამაში იყო, მე გამოყოფდი მაფიოზების თამაშს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოვიგეთ. ბენი მომეწონა კიდე, ბენი ან პატიოსთან მოყოფილიყავი, ბენისთან ერთად უეჭველი სული თამაშებდი და კაკოც კიდე. ორივე ძალიან კარგი წითლები იყვნენ, ეგეც ძალიან დასაფასებელი. ჯენგოსთან ბოდიში რო ესეთ ამბავში ჩავაგდეთ და კიდე ბოლოს ანანო და ბოლოთა ძალიან გვეწინააღმდეგებოდნენ და საშინელი მოწინააღმდეგეები არიან ესენი ყოველთვის. და კიდე ის დანარჩენები კი მოუშორეთ ცოტა ადრე. ძალიან მაგარი თამაში იყო. Respect Mafias. მაგრამ ანუ MVP-ს არ ვასახელებთ ხოლმე, ჩვენ არ ვამბობთ, ვინ აღარ ვამბობთ არაფერს. მე ხუთიანზე ვიტყოდი, რატო გეტყვით ხა? იმიტომ რომ მეზიზღება ზოგადად მანიაკის როლი, მანიაკი რო იგებს ხოლმე, ჩუმად მიძრება და პატიოსნების მხარეს რო გადმევიდა ჩვენ მხარეს, მაგითო ჩემგან ხო, ბაზარი არა. არა პრობლემა, მაგრამ ჩემთვის კაი თამაში იყო. არასდროს არ მომივიდა, სამწუხაროდ იგივეს გაკეთებას ვაპირებდი მეც, რა. მაგრამ რესპექტ ორმაგი თამაშისთვის და რესპექტ კოპალას რომ ჩემ თვალში აი მაგრა გაწითთა, ანუ სამმაგი თუ წამევიდო და არ მეგონა. ხო, მაგით იმენა გამიწითთა მე. იმიტომ რომ ვიფიქრა რომ ანუ საერთოდ პატიოსნებს აწყობთ რომ ზედმეტი სულები ამ თამაში არ გაკეთდეს. ფეიქ გადაფარებები, გახსნები არ შეიძლება. მაგიტო შეიძლება რომ წააგო შემდეგ სხვა თამაშებში. კი ბატონო. ძალიან კაი თამაში იყო მოკლედ რა. აი იმაში არ გამიმართლა როგორც ვაპირებდი მე თამაშს, მე ვაპირებდი ვაფშე არ გავხსნილიყავი და 6 ნომრის დეტექტივობით მინდოდა მეთამაშა ერთი წრე, მაგრამ რამაინდამაინც მე გადამამოწმა რა. ხო, რამაინდამაინც გადამამოწმა, არ გავიხსნებოდი არც ერთ ვარიანტში, ვითამაშებდი 6-იანის დეტექტივობით და მოვძებნიდი სხვებს და შემდეგი გადამოწმება ვფიქრობდი რომ უნდა ყოფილიყო 2-იანი რა. ანუ 2-იანს ვამოწმებდი ყველა ვარიანტში. ხო, ბაზარი არა. შევცდი რომ არ გავიხსენი მაგ დროს. მაგრამ არა უშავს. მოკლედ, მე საშინლად ტრაგიკულად მივდივარ ახლა აქედან სახლში. ერთი რაც ვერ გავიგე, ანუ და მე არც კი გამიგია 3 ნომრისგან ვინ გადაამოწმა.
საერთოდ არც გამიგია. შენ შეიძლება გაიგე, იმიტომ რომ შენი შავი გადაამოწმა, მაგრამ მე ვაფშე ვერ გავიგე. 10 ნომერი შენ ხარ პატიოსანიო, 8 ნომერი შენ ხარ პატიოსანიო. მე 3 ნომრისგან ვერ გავიგე ვინ გადაამოწმა. თორე იმ მომენტში შენზე ხელს არც ავწევდი, ანუ არ გეწყინოს რა, არავის რა შეეხება ბოლოს. ანუ ხმების 1 წუთი რა ბამაპატიეთ. ბოლოს ხმების გაყოფას და გადაზღვევას უნდა ბევრი თამაში რა. და ეს ბევრი თამაში რო არ გვაქვს ნათამაშები, მაგიტო ვერ გავაკეთეთ ეგ, რასაც ვაპირებდით. თორე თავისუფლად შეიძლებოდა. ეხლა ლენკა მიცის რაზეც ვლაპარაკობ და უბრალოდ ანუ ხო რა, შეგვეძლა რა ვინც ხმას არ აძლევდა 6 ნომერი აღარ აძლევდა ბოლოში ხმას 2 ნომერს და უკვე ჩანს რომ 6 და 2 არიან გუნდში. ამიტომ აზღვევს პატიოსანი რა. მაგრამ ამას უნდა ბევრი თამაში და იმედი მაქვს რომ თქვენთან ამდენ თამაშს ვითამაშებ და ამიტომ ხა არ ვიცი საშინელ ხასიათზე ვარ. მე ძალიან გავერთე ვისი ამონე და გადაზღვევასაც შეეხება შეგვეძლო 3-3-ში მიგვეცა ხმები თუნდაც და ორივე მაფიოზი გასულყო 3-3-ში და 2 ხმას მე ვიღებდი 3 კაცი ვაძლევდით ერთს 3 კაცი ვაძლევდით მეორეს ანუ 3 კაცი მე ბენი და კი რვანი ვიყავით მაგ დროს მე არა თავიდან მაცადე 3 კაცი ვაძლევდით ხმას იტას 3 კაცი აძლევდა ხმას რა გინდა 3 მაფიოზი არის ბიჭო 8 კაცი 3 მაფიოზია ბიჭო მაგას გიხსნი ხო და თუ არ მიცემდა ხმას ესე იგი მიხვდებოდით რომ მაფიოზია და რო არ მომცა ხმა მაგიტომ მიხვდით როგორ მიხვდით ყველა თუ მიხვდით ხო და ყველა თუ მიხვდით მე რატომ მომეცით ხმა ისიც მაფია იყო 9 და მე მიხვდით და მე მომეცით ხმა არ მოგეცით ხმა ყვაფდით და იმან ჩატეხა ბიჭო მომისმენთ 5 ადამიანმა და 5-ნი დაურჩით თამაში მივეცა 5 ადამიანს ჰიტაზე და 3-მა როგორ მომცა მე ბიჭო ჩემს და ჰიტას შორის თამაშზე ბიჭო ჩემს და მაცადე ეცა ჩემსა და ჰიტას შორსო დარჩა 2 ადამიანს შორსო დარჩა 2 ადამიანს შორსო დარჩა ხმის მიცემა რამდენი მომუცა ხმა 5-მა ხო და მაგას გეუნებით 2 დავიწყდათ ხელის აწევად ბიჭო პატიოს შუაზე ვყოფდით და პატიოსნემ უბრალოდ რატო ყოფდით შუაზე როდესაც ხადად შავი კარტი იყო თან კაკო იცოდით რომ მე მომცემდა ხმას უეჭველი ისა უყურეთ კაკო რა გითხარი მოხდება ესე დარჩებით 3-3-ზე ჰილი თუ ვერ გაარტყი და ვერ გაარტყოთ რომ შენ თავი დახილული არ ყავს შენ მოკლავენ და მოიგებს კოპალა ჯაიანი და ჰიტათქო ამიტომ უეჭველი უნდა გავყოთ ხმები და ეს ორი გავაგდოთ თქო ესე არ მოხდა და მოხდა როგორ გაყავი ვერ გაყავის ეგა იმიტომ რომ მაფიოზმა ჩატეხა ხელი შენ დებილო ბიჭო შემარდა დებილო იქამდე ვამოდი რომ რო არ ჩაეტეხა ისე და შეგველო გაგდება ბიჭო რომ წარ ჩაგეტეხა სამ მაფიოზი თუ იცი რა მეგვა ჯენგო შენ იმიტომ გადაგამოწე რომ მართლა არ მომოწონა ეგ შენი საუბარი და დაჟე რო ვიხსნებო დეტექტივად რა იძულებული ვიყავ ოჭო უნდა გავხსნილიყავ იმიტომ რომ დავფიქრდი 11-ზე 2-ზე და ჩემზე მოდიოდა იერში რა მეთქი აქ თუ არ გავიხსნე დანძრეული ვიყავ მეთქი იმიტომ რომ ანუ პირველივე წესიდან ულოვან წესით რაღაცა საუბრები რო იყო 11-6 2 და 1 იყო გამოკვეთილი და აქედან პირველ წელზე ჩვენ სამ შემოგვიტიეს რა შესაბამისად მე ჰიტამ ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა კოპალამაც ანალოგიურად სო აქაც ვიყავი ისტორიის სწორ მხარეს მაგრამ წავაკი იმედია იქ წავდით მაგარი იყო კაი თამაში იყო ვისთვის როგორ დავიძაბე გავღიზიანდი ვიცოდით მაფიოზები მაგრამ რა ვქნა მაფიოზებმა ითამაშეს ძალიან კარგად ეს თამაში არის წაგებული დეტექტივის რომელიც არ გაიხსნა თავის დროს მე რომ მკითხო ანუ ეგ არის და ეგ რა იმდენად გვიან გაიხსენი რომ ორი დეტექტივი ფეიქ დეტექტივი რომელიც იყო ორივე გაშავებდა იმდენად რომ გაუჭირდა ქალაქს შენი დაჯერება ანუ ორმა ფეიქ დეტექტივმა დაგასწრო გახსნა სერიულის დამსახურებაც რო არის რომ წააგეს სერიული სამსახურებაც არის კი რომ წავაგეთ გიო კი არა დანებდა ერთი არის მაგრამ მან სხვა რაღაცა არის ანუ სერიული რო გადამოწმდა ორისგან შავად მაგითი იყო ზუსტად რომ მივხვდი რომ ორივე დეტექტივი იყო მაფიოზი და მაინც მოხდა ისე რომ დეტექტივის გაშვების მაგრივად გაუშვით სერიული და წავაგეთ ისეთი ამბავია რომ გვიყვარს ერთმანეთი მე რა რო ხანდახან სვეუნებით ხოლმე მე არ მithქვამს მაგრამ ასაკში რომ შეხოთ ყველა ინარეთმა ეგ ამბავია სამივე მაფიოზი ჩემთვის MVP არის ბოლო გადაწყვეტილებამ გაამართლა მანამდე შეეძლო რომ ის გაეგზელებინა რაც 3 ნომერთან ქნა ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა ან არა არ ვიცი მაგრამ მოკლედ სამივე მაფიოზი ჩემთვის პირადად MVP-ია და ბოლოთ რა თქმა უნდა ჩემი გადმოსახედიდან იდეალურად ითამაშა მაფიამ ძალიან მაგრად ითამაშა რა ანუ ჰიტას გადაფარება და
შენ ჯერ დონი რო გაარტყი და მე კოპალას ბოლოს ხელი ჩატეხო, ანუ ყველამ იდეალურად შეასრულათ რა. აუ კოპალამ რა გააკეთა აბა? მე დაუმატე ხოლმე ხო მეორე ჯერზე ხო გააგდო რა. თორე 2 და 5 ვარდებოდა და ეგეც გვაწყობდა რაღაც პონჩი, ხო? ხო, ანუ მე სამწუხაროდ ვერ ვიყავი ისეთი კაი ექიმი, მაგრამ არა უშავს, მომავალში ვიქნები. ხო, ანუ ძალიან მაგრად ითამაშე, ალბათ MVP-ში ეს 3 მაფიოზი ჩაჯდება და შეიძლება მეხუთე ნომერიც ჩაჯდეს. ანუ 4 ცუდი ადამიანი. 4 ცუდი ადამიანი ჩაჯდება რა. პირველ რიგში მადლობა ჩემს გუნდს, ძალიან კარგი იყო. მიუხედავად იმისა, ბოლოს რა მოხდა ამ ორი ადამიანის გარეშე, ბოლომდეც ვერ მივიდოდით და ეგეც ვაღიაროთ. ეხა ვინც აღნიშნა ის, რომ ასე ვთქვათ 2/6 დიდი არაფერი გაუკეთებია. დეტექტივად გავიხსენი, მაგრამ ეგ ჩემი დეტექტივობა არ იყო სწორია მაგიტეს. მაფიოზ დეტექტივად გაიხსენით სადღაც. ხო, სწორი არის ნამდვილად, საინტერესო თამაში იყო. ესეთ თამაშს უნდა გვინახა ალბათ. ხო, ანუ დეტექტივად რო გავიხსენი, ხო, დეტექტივად რო გავიხსენი, რომ 3 ნომერი გადამოწეული წითელია, მეთქი 3 რო დეტექტივი არ ყოფილიყო, მე ამ როლს არ ჩავიხსნიდი, მაგრამ თურმე თვითონ 3 იყო დეტექტივი და ეგ იყო მრავალი მიზეზი, რატომაც მოხდა ჩემი როლის ჩახსნა. შევიხსენი რა. ხო. მადლობა დიდი. ხო, რაღაც პონჩი სრულიად შემთხვევით არგუმენტი გამომივიდა მე რატო იყო 3 ისა რა. ანუ 3 ნომერიც რო გავიდა ერთი მხრივ, ხო, მშრალად აკებს რა, პირველივე წრეზე. მაგრამ 2 უეჭველ მაფიას იტოვებს ბალანსად რა. 2-6-ში გადის ვიღაც და არა 5-იანი მართალია. ხო, ანუ და ეხა ნახეთ რა მინდა რომ გითხრათ რა, სულ რომ მაფიოზი არ ყოფილიყავი სწორი თამაში აქ რა იყოს მართლა ჩემი გადმოსახედიდას და მე თქვენს დამიფიქსირეთ აზრი, როცა თქვენ იცით რომ ქალაქში არის სერიული და პლუს 2 მაფია, ჩვენ ქალაქი აპირებდით რომ გაგეყვანათ 2 მაფია და სერიული დაგეტოვებიათ და მესამე მაფია სადღაც დარჩენოდა. რეალურად სერიულთან ერთად უნდა გაიყვანოთ რომელიღაცა მაფია რომ მინიმუმ ღამით 1 კილი არ მოხდება, ეს პლუს 1 რა, ანუ 2 კილი არ მოხდება ღამით რა. ანუ ორივე მაფიას ვერ არა, მე პირიქით მე მაგას გეუბნები, ნახე. მე გითხარით, ხო, ნახე 5 ნომერი უნდა გასულიყო რომელიღაცასთან ერთად. და ეგ თქვი ზუსტად მე გითხარით რომ 2-6 ვერ გაიყვანთ მაგიდან, იმიტომ რომ თუ ორივე მაფია ერთმანეთს ხელი არ ჩაიდება თქო. ანუ რეალურად მაფიოზი ვიყავი, მაგრამ მართლა სწორი რაღაცა გითხარით. 2-6 აქ ერთად 5 უნდა ადგეს ვიღაცასთან ერთად. ეგ არის სწორი, ერთადერთი სწორი თამაში იქნებოდა რომ 5-თან ერთად ამდგარიყო ვიღაცა. 6 ძახის ერთად მიდის 2-იანიც. არა, მე ნახე 2 და 6. ერთი წამაცალო რა. ანუ დავამთავრებ და უცებ ვიზავ რა. 2-6 მაგიდან ვერანაირ შემთხვევაში ვერ გავა ორივე. რაღაცები იცოდეს. ხო და ანუ რომელი მაფიოზიც მიიპარება, თურმე ის მაგრად თამაშობს და ვინც სახეს იხევს. ანუ ეგრეთ ხო, ანუ ნახეთ, რეალურად როცა 2 და 6 ორივე მაფია გონიათ, ორივეს ვერ გაიყვანთ მაგიდან, იმიტომ რომ მინიმუმ ერთმანეთში არ ჩადებენ, აი, ვინო ვერ დავამთავრებ. ძალიან კარგი თამაში იყო, მაგრამ მოქალაქეებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პირველ დღეს გავარდნილი პატიოსანი მოქალაქე აუცილებლად რას ტოვებს. მე ერთიანი რო ჩავედი შავად რო ჩავედი ეგ შემეშალა და ქვევით მე 2-6-ით 11 უნდა მეთქვა და ქვევით ინტერვიუს როცა მოისმენთ იქ იძახით უი ჰიტა 2 ნომერი იყო მეთქი. ასე რომ 2-6-ით 11 6-ით ეს თამაში მან წააგეთ მე რომ მოვკვდი. მეც გავაკეთებ კომენტარს, მე მინდა მაფიას უთხრა ყოჩახ ესეთი საინტერესო და განსხვავებული თამაშისთვის, მათ ძალიან ღირსეულად მოიგეს და აქვე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ამ ადამიანს, ცოტა მეთხან სათამაშოდ ხომ. პას. მადლობა. შენ არ მოგიწევს. დავემშვიდობოთ ვაყურებლებს. კარგი თამაში იყო ძალიან.